აი ეს ჩვენი ვასკას მამაზე რო არ მოვყვე რა ნიგალაშვილის მამაზე აი არ შევიძლია მაგარი ისტორია აქვს რომ ეგაცი რაც რომ მამამისი იგრედაც ბალღობიდან ძალიან თარსი ყოფილა რა აი სულ კარგი საქმე უნდა რომ გააკეთო და მაინც ცუდი რომ გამოიდეს ხო თარსი ბალღები რო არიან გაცრავად მაგალითისთვის რო ვქვა ვინო არავა დავლე მარავიდა აი მაგალითისთვის როგორი თარსი იყო რომ მელია უპოვია ქუჩაში ხო და იფიქრა რომ ცოდუაო წავიყვანო და გავზრდიო და წაიყვანა და გალია შეაგდო ღამეა და თურმე 1 საათით ადრე მამამისმა საახალწლო თინდაური მიიყვანა და იმ გალიაში ჩასვა ამაგიდე მელია ჩაუგდო ეგ ამაიტალეს ნახევარი იმდაური ბები ხო გინდა ხო და ხო და ეხლა ეს მამამისი ყვება კაცო რომ სულ მოკლეთო აი სამიანი მყავდა ყველაზე მაღალი ნიშანიო რა სკოლაშიო და მამა ჩემმა მითხრაო რომ შვილო მაიტაო 1-5-იანი მაიტანე არა აქვს საგანს მნიშვნელობაო რა 1-5-იანი მაიტანეო და რაც გინდა მთხოვე ხაშურში რომ მაგარი სასის კიაო იქ უნდა წაგიყვანო აი რამდენსაც შეიძლება იმდენი უნდა გაჭამოო რა ხო და ძალიან მიყვარდაო ეს სასკიო და ერთი კლასელი გოგო მკვანდაო და კარგად ეწერდა რუსულათო რა კარგი ხელწერა ქონდა დღიურში ჩავაწერინეო 5-იანი ხელი მოვაწერინეო და მივიტანე სახშიო მივიტანე აბა გაზიკი დაქოქა მამა ჩემმაო აბა შვილო წავედითო შენ გენაცვალე გაახარებული კაცი უბედნიერესია პირველად 5-იანი მიიტანა მივდივართო და ხაშურში თონე იყო და იმ თონესთან გაჩერდაო კაცო რომ ბარემ მე სახში პურებით წავიყოლოთო რო ჩამოვიდაო და ბედათ რავი ეშმაკურ ხაჯურად ეჩემი რუსულის მასწავლებელი არ მოდისო კაცო ვიღაცა ჯენია ვინო გურო ვიღაცა მივიდაო და აი უღრმესი მადლობაო ქალბატონო როგორ მინდოდაო რომ 5-იანი მიეღო ჩემ შვილსო და აი როგორც იქნა ოცნება ამიხდინაო ბავშვმაო და აი ძალიან გახარებული ვარ აუ ხალმაში რა 5-იანიო აბა ერთი დააწერინე როგორ იწერება იცი ის 5-იანი საერთოდ მაგარ მე 5-იანი მაგარ როგორ დაუწერდი ხო და აი უკვე ჩამოსული ვარო მანქანიდანო რომ უნდა მოვხიო რა გავიქცეო და შემომხედა ბაბაჩემო დაჯედეეგდეო რაკიღა შაკპირდი უნდა წაგიყვანო ხო და წამიყვანაო და цаრიელი გარციცა ბაჭამაო ბაბას არ გადაუხია და იქ მე მიყვანაო და ყველა სასიცს დაჭამდა მე цаრიელ გარციცას ავჭამდი მე ერთი გავავდიო და